გამარჯობა მეგობრებო, როგორც იცით, ქართულმა ოცნებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართველ ემიგრანტებს აგვიკრძალოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება და ამითი აასრულოს დუგინის იდეოლოგიური გზა და მისი სურვილები და შეიძლება ითქვას, რომ რაღაც მომენტში ალბათ ოცნებებიც კი, იმიტომ რომ თქვენ ალბათ გახსოვთ, ან შეიძლება არ გახსოვდეთ დუგინის აი ეს განცხადება, მაგრამ ვიდრე უშუალოდ ამ თემაზე სალაპარაკოდ გადავალ, ერთი რაღაცა მახსენდება. ქართველები რაღაცნაირად ვახერხებთ ხოლმე, რომ ისე პარადოქსულად მოვიქცეთ, რომ აი ადამიანი, რომელიც არის იმპერიული იდეოლოგი, იმ ქვეყნისა, რომელიც 225 წელიწადი არის ქართველი ხალხის სისხლძღვრის და ქართველების გაქრობას ემსახურება, იმიტომ რომ ეხლა ვიღაცა თუ იტყვის იმას, რომ რას ლაპარაკობ რუსები და ანუ ენას გართმევენ, ქვეყანას გართმევენ, სარწმუნოებას გართმევენ, ყველაფერს აბსოლუტურად რაც შეეხო ეს იმპერია და ეს ხალხი, ყოველთვის ცდილობდა ამ ყველაფრის გაქრობას და გაუქმებას. ვიღაცებს მაინც ავიწყდებათ ხოლმე ეს და აი ამ დავიწყების ფონზე იმასაც ვახერხებთ, ან შეიძლება ახსოვდეს კიდევ თქოს კი რა ხარ რუსებმა საქართველოს რაც გაუკეთეს ეს ყველაფერი რაღაცა, მაგრამ აი ამავე ხალხის აღშფოთებას მე ვერსად ვერ ნახავ, როდესაც აი ამ კალიბრის იდეოლოგი იმპერიალისტური იდეოლოგი ქართველ ადამიანს ვისი სისხლიც არის დაღვრილი იმ ადამიანებს რომ ქართველობა როგორც ესეთი დაუწუნოს აი ამას სხვა დანარჩენები კართულიან რაღაცნაირად შეურაცხყოფილად რომ შეიძლება ეხა ვიღაც მე და შენ შეიძლება ერთმანეთს იდეოლოგიურად არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს რაღაცა ევროპა გვინდა თუ არ გვინდა მაგ სიტუაციაში მაგრამ ჩემი აზრით როდესაც იმპერიული იდეოლოგი ქვეყნისა, რომელიც 225 წელიწადი არის ქართველი ხალხის სისხლძღვრის, მე რომ იწუნებს ქართველობას, მაგის შენც უნდა გაყენებდეს შეურაცხყოფას. შენთვისაც შეურაცხყოფელი უნდა იყოს ეგ, მაგრამ ნუ ვახერხებთ ხოლმე ქართველები ზოგადად ეგეთ რაღაცეებს. პატარა ესეთი კურიოზი გამახსენდა ჩემი ახალგაზრდობიდან, მუშაობდი ადრე ერთ-ერთ კრეატიულ სააგენტოში და იქ ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი კრეატიული დირექტორი ერთ დღეს წავიდა რა რაღაც მობეზრდა სარეკლამო სფერო და გადაწყვიტა სხვა სფეროში ეცადა ბედი და ჩვენი რამდენიმე თანამშრომელმა გადავწყვიტეთ რომ ჩვენი თავი შეგვეთავაზებინა სააგენტოსთვის როგორც ახალი კრეატიული დირექტორები და საბოლოო ჯამში ეს ამბავი არ გამოვიდა და იქ დაგვინიშნეს რუსეთიდან ჩამოყვანილი ერთ-ერთი კრეატივშიკი ასე რომელსაც არანაირი პრობლემა რეალურად არ არის იმიტომ რომ რუსული ბაზარი ეხა როდესაც მაგალითად შეხედავ თქვათ შოუ ბიზნესის ან თუ სარეკლამო ინდუსტრიის მხრივ წინწასული არის აქვს დიდი ცოდნა ტექნოლოგიები და ასე შემდეგ და შესაბამისად არის რაღაცეები რაც შეიძლება ამ ხალხისგან ისწავლო. ოღონდ პრობლემა ერთი ის იყო რომ ჩვენ ცოტა თავი დაჩაგრულად ვიგრძენით, იმიტომ რომ ჩემი აზრით და იქ არა მარტო მე, მაგალითად იქ იყო რამდენიმე ადამიანი, რომელმაც თავისი კანდიდატურა წამოაყენა, ნებისმიერი ჩვენგანი იმსახურებდა თავისი გამოცდილებით და იმ სამუშაოთი, რომელიც ამ კომპანიაში ჰქონდა გაწეული, რომ ეს თანამდებობა, ასე ვთქვათ, დაეკავებინა, მაგრამ გადაწყვიტეს რომ უფრო ესეთი დიდი ბაზრიდან და დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი ჩამოეყვანა იმისთვის რომ გაფართოებულიყო ეს კომპანია სარეკლამო ბაზარზე რაც არ გამოვიდა საბოლოო ჯამში. ან იქ წარმოიშვა გარკვეული რაღაცა ესეთი ანტაგონისტური ურთიერთობა ჩემსა და ამ ახალ კრეატიულ დირექტორს შორის. ქართველების სიძე იყო რა ეს ტიპი თან და მთელი ცხოვრება ცხოვრობდა რუსეთში, შეძლებულ ოჯახში იყო ასე ვთქვათ ქართულში ჩასიძებული და საქართველოშიც თუ ჩამოდიოდნენ აი აი ამ ელიტაში და აი ამ რაღაცა ამ დიდრულ ბომონდში გარეული ტიპი იყო რა რომელსაც პრინციპში აი ესეთი ჩვეულებრივი ქართველი ტიპის და განსაკუთრებით აი ეს რაღაცა თავში რო უქრის და მაშინ კრეატივშიკებს ცოტა თავში გვიქროდა და რაღაცა ვითომ ვრებელობდით რაღაცეებს და მთელი ეგეთი თემები იყო განსაკუთრებით ნუ ახალგაზრდა ასაკში რა თქმა უნდა ესეთ ტიპებთან მას არანაირი ურთიერთობა არ ქონია მაგრამ მისთვის რაღაც მომენტში ქართველები იყვნენ ისინი ვინც მას ყანწებს უტრიალებდნენ, რაღაცა ოქროს ხინკალს ჩაუყრიდნენ ქვაბში და სხვა ტიპები იყვნენ ჩეფჩიკიანი ქართველები რა, მიმინო და ლარისა ივანოვნუ ხაჩუ. აი, მისი მთელი ქართველების ცოდნის არეალი იყო ეგ რეალურად და საბოლოო ჯამში აისახა ჩვენს ურთიერთობაზე პირველი ცუდი შთაბეჭდილება რამაც ამ ტიპმა დატოვა, რაღაც გაცნობითი, ჩვეულებრივი, ნორმალური შეხვედრა იყო, არაფერი, მაგრამ რამაც ძალიან
ძალიან ცუდად galmaწყო ამ ტიპის მიმართ იყო ის, რომ დაგვპატიჟა ეს თავისი ახალი თანამშრომლები, ანუ მთელი დეპარტამენტი ლანჩზე. გასაცნობად და წავედით მეიდანზე იყო რაღაცა ფრანგული რესტორანი თუ რაღაცა და იქ მოკლედ რაღაც ისეთი გაცნობითი ხასიათის ლანჩი იყო და იქ სხვადასხვა რაღაცებზე ვისაუბრეთ და საიდან წამოვიდა ეს თემა არ მახსოვს, მაგრამ იქ ვახსენე რომ დალევა არ მევასებოდა რა. ჯერთი ვეღარც ვქაჩავდი უკვე და მეორეც ერთი, აი აღარ მევასებოდა. თან რაღაცაით არ მინდოდა რომ ეს მსმელი ღვინის მსმელი ქართველი ჯიგარი ტიპის სტერეოტიპი, ბატკანი კისერზე მოკიდებული ტიპის სტერეოტიპები რო აქვს რუსებს ესეც და შესაბამისად ვუთხარი რომ არ მევასება რა დალევა. მეთქი კი ვსვავ და რაღაცა, მაგრამ აი ზოგადად მეთქი აი ბიჭო თან ეხა რუსი და დალევა ცოტა რაღაცა ისეთი თემა არის თან ხო ხდებით და უცებ ესე ადგა და მიტრიალდება რომ შენ რო ვირთვერგებს რანაირი ქართველი ხარო ანუ ქართველობა ესე გაცნობით ლანჩზე ქართველობა დამიწუნა ამ ტიპმა რა დუგინის არ იყოს არ ვიყავი კეთილად განწყობილი ამ ადამიანის მიმართ იმიტომ რომ მე ან ჩემს თანამშრომლებს რომლებიც ასევე ჩემი მეგობრები იყვნენ ეს თანამდებობა აგვახია და მე ჩამოვიდა და აი ეს რაღაცა ზემოდან რომ ეხა შერანაირი რუსი ოკუპანტი და იქიდან წარმოდგენილი აი ეს რაღაცა ელიტურ ქართველებში გაბნეული ტიპი რომელიც ესე ქართველობას მიწუნობდა მაგრად არ დამევასა დაეწყო ერთმანეთს რაღაცა ესეთი ნეგატიური გამოცდილებები ამ ტიპთან და შემდეგი შეხვედრა რომელიც ამ ტიპთან იყო უკვე ინდივიდუალური გაიმართა და ამან მოგცა ესეთი დავალება რომ მოკლედო დიზაინერი უნდა ავიყვანოთო და რომ გავიგოთო ვის რა შეგვიძლიაო კრეატიულათო გამომიტანეთო იდეებიო რომ აი ეს კრეატიულად როგორ გამოვაცხადოთ ეს ვაკანსიაო დიზაინერებისო და ნუ ეხა აქ პრინციპში ვიტყვი რომ არაფერი ორიგინალური რაც მე გავაკეთე იმაში არ არის ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ალბათ სარეკლამო ინდუსტრია რამდენი წლისაც არის იმდენი წლის კონცეფტი რომ აკეთებ რაღაცას ცუდად მაგალითად ცუდად ხატავ რაღაცას და იტყვი გვჭირდება მხატვარი აი ჩვენ ესე ვხატავთ და მოდი თქვენ თუ უკეთესად ხატავთ ჩვენთან იმუშავეთ ამ ტიპის ეს იყო კონცეფტი რომელიცაც შევედი და დაფაზე სადაც პრეზენტაცია მიდიოდა ავიღე და დავუხატე დიდი აი ქართვილის ქუჩებში რომ მიდიხარ ხოლმე და იქ რო ხატია ხო იცი აი დიდი ეგეთი დავუხატე ეს და მე ვთხარი აი ეს არის ჩვენი სარეკლამო პოსტერი და მე გადავაკეთე ეს მზედ და მე ვთხარი აუხსენი ხარ რას ნიშნავდა ეს და ვთხარი რომ აი ჩვენ ახლა გავაკეთოთ მოდი ესეთი პოსტერი სადაც დავხატავთ ამას და ვეტყვით რომ აი ჩვენ გვინდოდა რომ მზე გაგვეკეთებინა მაგრამ იმდენად რომ მაინც და მაინც კარგი დიზაინერები არ გვყავს ან რაღაცა გვჭირდება უფრო სხვანაირი თვალი მოდით იქნება ჩვენთან იმუშაოთ აი ეს იყო ჩემი კონცეფტი და შემდეგ დავუხატე ასევე 900 და სხვა ამ ტიპის ვარიაციები და ერთი რაც მახსოვს ამ ტიპის რეაქცია იყო ესე რომ აი ესე შეტრიალდა ფანჯრისკენ და ერთი კაი 5-10 წუთი ალბათ იჯდა ესე აი სივრცეში იყურებოდა და მე ძალიან ჩვეულებრივად ვიდექი და ველოდებოდი რას მეტყოდა რა არც ხმა არ მომიღია რომ არა მოგეწონა თან რაღაც არაფერი ვიდექი და ველოდებოდი სანამ ხმა არ მოიღო თვითონ და მითხრა რომ ბოლოს მოტრიალდა ეტყობა არ ვიცი რას ფიქრობდა თან როგორი თემა არის რაღაც მომენტში ჩვენ ძველი თაობის ადამიანებმა იცოდნენ ხოლმე ეგეთი რაღაცის თქმა რომ აი უნდა აყვანა უნდა ვიღაცას ან ვიღაცაზე იტყვენ რომ აი აიყვანესო რა ეს ტიპიო თქვათ მოსწავლეებზე ან სტუდენტებზე რაღაც რომ რაც იმას ნიშნავს ან თქვათ უფროსზე ხო რომელიც აი თანამშრომლები თავზე კარჩე გადაახტნენ რა საბოლოო ჯამში და არ ემორჩილებიან და არ აქვთ მის მიმართ პატივსაცემი დამოკიდებულება აი ეს მაგას ნიშნავს და დაახლოებით ალბათ მაგისი მცდელობაც იყო ჩემი მხრიდან და საბოლოო ჯამში ჩვენი ურთიერთობა მაინც და მაინც არ წარიმართა მაგის მერე კარგად მე იმ ქედან წამოვედი და საბოლოო ჯამში დამთავრდა რომ მე ამ ტიპმა იმ კომპანიას სასამართლოში უჩივლა იმიტომ რომ რაღაცაზე ფინანსურად ვერ შეთანხმდნენ და მოკლედ კარჩე ეს ტიპი გამოდგა მზე მაგარი როგორც დუგინს ისე ნუ შევადარეთ ეხა პრინციპში მაგრამ აი ეს დამოკიდებულება რუსების მხრიდან რომ ესე იგი თვითონ უკეთ იციან შენ როგორი ქართველი ხარ
ჩემთვის ყოველთვის და ყველა ფორმაში იყო შეურაცხყოფელი. მაგრამ აი ხალხი, რომელიც მაგალითად ჩემთან კომენტარებში შემოვა და მეტყვის, რომ მე ყველაფერი ქართული მეზიზღება, იმიტომ რომ ვიღაცა იუთუბერი უცხო ან უცნობი გია გაჩეჩილაძე გავაკრიტიკე, ეს ხალხი ესეთ თემაზე არ აღშფოთდება. და არ აღშფოთდება არც იმაზე, რომ მაგალითად საქართველოს მოსახლეობის თითქმის 20%, რომელიც ქვეყნიდან არის გასული და გასული ქვეყნიდან რატო არის? თუ ქვეყანაში კარგი სიტუაცია არის და მაგ ქვეყანაში ცხოვრება ყველას უნდა და ყველაფერი ყვავის და ეკონომიკური ზრდა არის და სამოთხეა და წყალკოტი არის, რატო 700,000 ადამიანი ქვეყნიდან რატო არის გასული? და რატომ აძლევს ეს 700,000 ადამიანი მაშინ მაგ ხელისუფლების წინააღმდეგ ხმას? და აი ამ ხალხს რომ დემოკრატიული და სახელმწიფოებრივი პროცესიდან უკვე თავისი მოქალაქეობრივი უფლებებიდანაც აგდებს უზურპატორთა ხელისუფლება, იმაზე არანაირი პრეტენზია არ აქვს ამ ტიპებს, რომლებიც შემოვლენ და მე მეტყვიან, რომ ყველაფერი ქართული მეზიზღება, იმიტომ რომ ვიღაცა გამოსირებული იუთუბერი გავაკრიტიკე. და აი ეს არის მეგობრებო ქოცური აზროვნება. 700,000 ადამიანი არის გასული და ეს ხალხი სასოწარკვეთილებით იმდენად სასოწარკვეთილი იყო, რომ აქ ქვეყნიდან წამოსულიყო, რომ სამხრეთ ამერიკის ჯუნგლებში აქვთ ნასიარულები, სადაც ვიღაცეები იმას ყვებოდნენ, რომ რაღაცა ანაკონდას ებრძოდნენ, თუ ანაკონდა მოსდევდათ, თუ იქ რაღაცა კარტელებს ემალებოდნენ და იქ რაღაცა გვამებს ჩაუვლიდნენ და ნახულობდნენ, რომ ის ხალხი, რომლებიც მათნაირად ცდილობდნენ, რომ ქვეყანაში ჩასულიყვნენ უკეთესი ცხოვრების საპოვნელად, ისინი გზაში დაიღუპენ, ბევრი დაავადმყოფდა, რაღაცა ფეხი მოიწეხა თუ მოაჭრეს თუ რაღაცა მოხდა. იმდენად სასოწარკვეთილი იყო ეს ადამიანი, რომ ქართველების საოცნებო ქოცური საქართველოსდან წამოსულიყო, რომ აი მაგ გზას გადიოდნენ და ეხა თურმე ეს ხალხი, რომელიც 10 წლეულები არის და ჯერ ისედაც რა უმადურობა არის ხოლმე, აი ვიღაცეები შემოდიან ხოლმე კომენტარებში არ Facebook-ზე ნახავთ, თქვენ რა გიათ, ვიღაცა ქართველი წასულები ხართ, მათ ვიღაცეებს იმსახურებით, აი ეს სირბანჯო, რატო არის წასული შენი ოჯახის წევრი ან შენი ნათესავი, რომ ვიღაცას ემსახუროს, შენ რას აკეთებ მაგ ქვეყანაში იმისთვის, რომ ვიღაცა არ წამოვიდეს. 13 წელიწადი არის ხელისუფლებაში არიან, 700,000-მდე ადამიანი არის გამოსული ქვეყნიდან და კიდევ უფრო მეტი ვინ არ არსებობს ადამიანი, მე მგონი, ვისაც ესე იგი მინიმუმ აი ხა რომ დაждდეს ნებისმიერი ადამიანი, ესეთი ჩელენჯი გავაკეთოთ. მოდი და გონებაში ჩამოთვალეთ 10 ადამიანი, რომელიც იცით რომ წასვლაზე ფიქრობს. გააკეთეთ ესეთი ისა რა ქვია, ჩელენჯი რა ინტერნეტი. 10 ადამიანი ჩამოთვალეთ რომელიც იცით რომ ფიქრობს წასვლაზე მაგ ქვეყნიდან. ეს ხალხი მე რომელიც 24 საათი ჭამასმაზე არის, კორუფციაში არის გადასული, აყურიანში რაღაცეების წამოჭიმვით და იქ მილიონობით ფულის მოტეხვით და მაფიოზურ გარიგებებში და ინტერკონტინენტალური და საერთაშორისო სინდიკატებში ჩართულობის მქონე ხალხი აი ესე მომჯდარი არის ამ ქვეყანას, ფულს აკეთებს, ხალხი მაქედან გამორბის და აი ამ ხალხს, რომელიც თურმე უმადური არის, კაცო როგორ გარბის ახლა ეს ხალხი ამ ქვეყნიდან, ამ საოცარი აშენებული ქვეყნიდან, უსამშობლოები არიან ალბათ, კაცო, ცუდი ქართველი თუ გინის თქმის არ იყოს, ცუდი ქართველები არიან, თორე ხა კარგი ქართველი მაქედან როგორ წამოვა. და აი ამ ხალხს ყველაფრის იმის რომ საკუთარი ოჯახები, მშობლები, ძმები, დები, დიშვილები, ძმიშვილები, თავისი შვილები, ესენი ყველანი დატოვებულები ყავთ. დღე-და-ღამეს ასწორებენ ხალხი ვიცი რომელსაც 48 საათში ერთხელს ძინავს 3-4 საათი იმისთვის რომ რაღაცა იმუშაოს და მან ფული გამოაგზავნოს. და თურმე ამ ადამიანს არ აქვს იმისი უფლება რომ ხელისუფლება რომელმაც აიძულა რომ აი ამ პირობებში წამოსულიყო სამუშაოდ იმის წინააღმდეგ მისცეს ხმა. იმიტომ რომ ჩამოვიდეს ეხლა ძმაო ყოველ 3 წელიწადში და დახედოს და აი ეს იდეოლოგია და აი ეს დუგინისეული გზა რომელიც ესე იგი ევროპისკენ მიმავალი გზა არ მოსულა, შეურაცხყოფელი არის, სუვერენიტეტის შემლახველი არის, მაგრამ დუგინის იდეოლოგიაზე ქართველების და საქართველოს მოქალაქეებისთვის დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა სუვერენული არის და ეროვნული საქმე არის. ევროპაზე თუ ვიღაცა ამბობს, მაშინ გოგა ხაინდრავას უნდა დაუჯერონ და უთხრეს რომ წადით სულ ყველა აქედან და ზაზა შათირიშვილი არის კიდე ქართული და ეროვნული ადამიანი, რომელიც ამბობს რომ თურმე უნდა წახვიდე, ვინც ზედმეტი არის მაგ ქვეყნიდან. წადით რომ ხმა ამათ რომ წინააღმდეგ ვეღარ მისცეთ რა. აცუკები, უსამშობლოები და ემიგრანტები არიან ისინი, ვისაც ქოცები არ უნდათ. მე და ჩემნაირები ვართ, ვისაც ყველაფერი ქართული გვეზიზღება და თქვენ მაგ იდეოლოგიას და მაგ გზას ვინც უჭერთ მხარს და ეგ ხელისუფლება
თავისუფლება და აი ეგ ხალხი რომელიც წურბელასავით აზის ყველაფერს რაც მაგ ქვეყანაში არის მაგათ ევასებათ ყველაფერი ქართული თუ იმაზე იმ პონჩი შევხედავთ ამას რომ ყველაფერს თქლეფენ და ირგებენ ჯიგრულად მაშინ შეიძლება თქვათ რომ პრინციპში ევასებათ და უყვართ ყველაფერი ქართული მაგ ეროვნულობით და მაგ ქართველობით და მაგ სიყვარულით გეულოთ ყველა ქოსს იმასაც ვერ ეტყვი შენ მაგალითად რომელიმე ქართველ ემიგრანტს რომ ფული არ გააგზავნო იმ ქვეყანაში იმიტომ რომ ქოცებს კი არ უგზავნის მაგ ფულს თავის ოჯახის წევრებს უგზავნის თავის ოჯახს ხალხი არის რომელიც 5 ოჯახს არჩენს აქედან რომ ხალხი არის რომელიც ყველაფერს იკლებს აბსოლუტურად ჩემი ოჯახის წევრები ალბათ 95 წლიდან მიდიან ამერიკაში რა და ძალიან ხშირად იყო მაშინ გაგზავნა და გამოგზავნა იყო რომ ვიღაცა თუ მიდიოდა იშვიათად იყო აი რომ ან აქედან რაღაცას გამოატანდნენ მან აქედან მოჰქონდათ ხოლმე ეხა კიდე რაღაცას გამოიწერან პოსტით გამოაგზავნია მე მინახავს ხალხი რომელიც აქ წამოსული იყო და მუშაობდა იმისთვის რომ მან ოჯახები ერჩინათ და იმისთვის რომ მაგათთვის არ მოეკლოთ რამე ჩემი ოჯახის წევრებისთვის მე პირადად მაქვს ნანახი როგორ წამოუღიათ საქართველოსდან კბილის პასტა კბილის ჯაგრისი და თმის საღებავი იმისთვის რომ აქ აი ის $1 ზედმეტი რომ აქ არ გადაიხადათ და ის $1 რომ მან თავისი შვილებისთვის გამოეგზავნათ აი მაგას აკეთებდა ეს ხალხი ბოლოს და ბოლოს ის ქალები საქართველოსდან ის დოკუმენტური ფილმი ხო გააქვთ ნანახი თუ არ აქვთ ნანახი ნახეთ აუცილებლად და მე აი ამ ხალხს კიდე არსებობენ ადამიანები რომლებიც წამოაძახებენ იმას რომ ყველა ხელა მაგ წასულებით და ვიღაცებს ემსახურებით და ცხენერებს წმინდა აი ამ ხალხს რომელმაც ერთადერთი ადამიანთა ჯგუფი რომელმაც საქართველოს რო ბოლომდე არ ჩაინთქა 90-იანებში ჯერ ხო რა იყო და მე ბოლომდე რო არ ჩაინთქა და რო არ ჩაუფსკრულდა და რაღაცა ფული რო შემოდიოდა და ვიღარ რაღაცა ეკონომიკური ტრანზაქციები ქვეყანაში რო ხდებოდა რომ პური შეგეძლო გეყიდა აი ამ ხალხის დამსახურებით რო ხდებოდა ეგ ჯერ ხო შევაწყოფას აყენებენ ესე მუდმივად მესმის ეს უმადურობა და ეხა ქართველობას უწუნებენ დუგინის იდეოლოგიის მხრივ და ეუბნებიან რომ თუ გირა ძმაო ეხა შენ ქვეყანაში რომელსაც შენ არჩენ და რომლიდანაც გაქცევა მოგიწია ჩამოდი რა 1-2 დღე ხმამეცი და წადი მე რა ეგ ხალხი ხო არის აი მაგ იდეოლოგიას ვინც აწვევით და მაგ იდეოლოგია ვინც შემოგთავაზat და მაგ იდეოლოგია ვისაც მოგწონთ მაგენი ხო ხართ ვისაც ძალიან გიყვართ ქართული ყველაფერი ერთ შემოვიდა რა კომენტარებში და იქო შენ წიგნი წაიკითხეო მიდი ყველაფერი ქართული რო გეზიზღებაო მომწერა ესეთი რაღაცა და მეთი კაი მოდი ჯიგარო მოდი ესეთი ვილაპარაკოთ მე და შენ მოდი ლიტერატურაზე ქართული ხო მეზიზღება და წიგნი ხო უნდა წავიკითხო და მოდი ლიტერატურაზე ვილაპარაკოთ ნუ ვილაპარაკებთ პოლიტიკაზე და ვკითხე დამისახელე 3 ქართველი ავტორი რომელიც ბოლოს წაიკითხე 3 ქართველი პოეტი რომლის ლექსებიც გევასება და 3 ქართველი კლასიკოსი მწერალი რომლის ნაწარმოებიც ოდესმე გაქვს წაკითხული თქო ჩვენი დიალოგი რო ნახო აი ეს რაც არის მე ლიტერატურაზე ველაპარაკები და მე ვეუბნები რომ აი მე ეს წავიკითხე ეს მომწონს ის მე წერს რომ მე გამრუდებული აზროვნება მაქვს და ბოლოს მეუბნება იმას რომ მე ფსიქიატრი მჭირდება პასუხები როდესაც მე ლიტერატურაზე ველაპარაკები არის რომ მე ვარ არანორმალური გიჟი გამრუდებული არა ქართველი საზიზღარი ადამიანი პირადი თავდასხმები არის მაგრამ ეს კაცი მე მეუბნება რომ მე მეზიზღება ყველაფერი ქართული აი ქოცობა იმას კი არ ნიშნავს რომ რომელიღაცა პარტია გევასება და იმისი ამომრჩეველი ხარ ქოცობა ნიშნავს რომ აი ეგეთი აზროვნება გაქვს რომ აი ამ ყველაფერს აი ესე გააპარავებ და აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე ესე საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარ თანამემამულეებს ესე შევაწყობას მიაყენებ ესე მიაგდებ მოისური ერთი ესე საერთოდ ფეხებზე დაიკიდებ გაიგე მაგრამ აი დუგინისნაირი ტიპები და ის ხალხი რომელიც იმას აი ეს და დავაიწე ვიპივი ზანეში ბრატს თუ და რაღაცა ყელეობებს ძალიან ჯიგრულად გააკეთებთ მაგ ხალხთან მაგაც ხო ეს რომ აი დავაი ვიპივი ზაიტა ხინკალი თუ რაღაცა მაგებს მაგ ხალხთან ძალიან ჯიგრულად ხართ რა მაგრამ თქვენი თანამემამულეები უსამშობლოებით მოღალატეები და სადღაც გადახვეწილები ტიპები არიან რომლებიც ვიღაცებს ემსახურებიან და იქიდან ეხლა ნაცებს და ვიღაცებს ეტრფიან თურმე ემიგრაციიდან და მაგიტო არ უნდა იყვნენ ჩართულები საქართველოში მაგრამ აი თქვენ
და ისინი ვინც თქვენს გარს გარტყიან და აი ამ ყველაფერს აკეთებს ისინი ჯიგო ეს მაგათ ყველას ყველაფერი ქართული გევასებათ პირველ ბატონი ბატონმოწყალია აი კოცობა არის ეგა და როცა ვიღაცა კოცს გიწოდებთ ქართული ოცნების ამომრჩეველს კი არ გიწოდებთ ესე იგი პოლიტიკური კულტურით არამედ აი მაგ აზროვნების მიხედვით გეუბნებათ რომ კოცი ხართ და მაგას ნიშნავს კოცობა